გონოთ ხმა თუ შეიძლება რომ ოდნავ მოუახლოვდეთ და დინამიკებს. მოგესალმებით. როგორც იცით, დღევანდელი ჩვენი სახალხო ეთერის თემა არის ავგანსადინოვი, რომელიც უკვე 4 თვეზე მეტია საქართველოს რეჟიმის ტყვე არის. მანამდე ის ალიევის რეჟიმის უპირისპირდებოდა და სწორედ ამიტომ მოხდა დღეს ქართული ეგრეთ წოდებული მთავრობის ტყვეობაში. იმის მიუხედავად, რომ ხშირად ვდგავარ ხოლმე მე პირადად ამ კიბეზე და ბევრჯერ მithქვამს საჯაროდ სიტყვა, დღეს განსაკუთრებულად სანერვიულო და საპასუხისმგებლო მგონია აქ ჯდომა, რადგან ზოგადად რთულად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ამხელა ტკივილის ვერბალიზება მოხდეს წყობ დისკუსიაში და ეთერში. ამხელა ტრაგედიაზე ვილაპარაკოთ, ძალიან რთულად მეჩვენება მე პირადად. თუმცა ეს არის ის მინიმუმი, რისი გაკეთებაც ჩვენ როგორც საზოგადოებას დღეს შეგვიძლია. ეს არის ის მინიმუმი, რომ ვილაპარაკოთ ამ ადამიანზე და როდესაც ვსაუბრობთ რეჟიმის ტყვეებზე და ჩვენ ყოველდღიურად მარშებით თუ სხვა ფორმებით ვითხოვთ რეჟიმის ტყვეების თავისუფლებას, აქ ნამდვილად იგულისხმებოდეს ავგანიც. კიდევ ერთი რაღაც, რასაც მინდა რომ დღევანდელი ეთერი ეთმობოდეს, გარდა ამ ადამიანის მიმართ სოლიდარობის, არის ის, რომ დავინახოთ კავშირები ამ ორ რეპრესიულ რეჟიმს შორის, ქართულ და აზერბაიჯანულ რეპრესიულ რეჟიმებს შორის და დავფიქრდეთ იმაზე, რა კავშირები აქვს მათ ერთმანეთთან. ჩვენი ეგრეთ წოდებული მთავრობა როგორ ევაჭრება ტყვეებით აზერბაიჯანის მთავრობას, ან ფაქტობრივად რა გარიგებაში შეიძლება ისინი იყვნენ, რა პოლიტიკურ მეგობრობაზე არის აქ საუბარი, მაშინ როდესაც ალიევის რეჟიმი ცნობილია თავისი დიქტატურით. და ამას გარდა ერთ პატარა დეტალსაც დავამატებდი, რომ როდესაც ვსაუბრობთ დიქტატორულ რეჟიმებზე, თითქოს პირველი რაც წარმოგვიდგება, ეს არის ხოლმე რუსული იმპერიალიზმი და რუსეთის დიქტატურა, ხო? თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვერდით მეზობლად გვყავს ასევე ძალიან ისეთი ავტორიტარული მმართველობის რეჟიმი და ზუსტად მათგან და ამ ხალხისგან, ამ ხალხის წინააღმდეგობაში შეგვიძლია ჩვენ ბევრი რამე ვისწავლოთ და დავინახოთ ის ერთობა და ის პრობლემები თუ რეპრესიები, რაც ჩვენ როგორც ხალხებს გვაერთიანებს. მაგალითად ასეთი მსგავსება, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მსგავსი რეჟიმები ყოველთვის იწყებენ ხოლმე კრიტიკული მედიების ჩაგვრას და პირველი სამიზნე არიან ხოლმე ის ჟურნალისტები, რომლებიც თავისუფალი სიტყვისთვის იბრძვიან. სწორედ ამიტომ და ასე ვთქვათ, ამის უკეთესად საილუსტრაციოდ მინდა რომ წავიკითხო პატარა ამონარიდი სადიგროვის წერილიდან, ინტერვიუდან, რომელიც ეს მომენტი მიემართება მზია ამაღლობელს და ზუსტად ამაში ჩანს ის კავშირიც, რაზეც მე ხო ვსაუბრობ და რაზეც ეთერი დაეთმობა ასევე. ამ მართალ ღირსეულ და ჭეშმარიტ გზაზე სიარული კვლავაც გააგრძელეთ გამბედავად, ისევე როგორც ამას აქამდე მიზანსწრაფულად და ღირსეულად აკეთებდით. გამარჯობა თქვენ და თქვენაირ დამოუკიდებელ, შეუქცეველ, უდრეკ და სიმართლისმოყვარე მედიის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს. დიქტატურის ხურბზე მდგარ და დიქტატურის საზისხარ გზაზე მჩოჩავს საქართველოს მთავრობას კი ამ ცდარი გზიდან უკან მობრუნებისკენ, დაწყებული რეპრესიების შეწყვეტისკენ, ხალხის ერთგულებითა და დემოკრატიის მსახურება თუ არ ძალუძს, მაშინ გადადგომისკენ მოუწოდებ. მოვითხო ჟურნალისტ ქალბატონ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ეს არის ის სიტყვები, რომელიც მან მზია ამაღლობელს მიუძღვნა და ახლა სიტყვას გადავცემ თამთა მიქელაძეს და ქეთი აბაშიძეს, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ სადიგოვის საქმეზე და მათ ბევრად მეტი ექნებათ სათქმელიც ამასთან დაკავშირებით. მშვიდობისა, პირველ რიგში მინდა თქვენს მოძრაობას მადლობა გადავუხადო ავგანსადიგოვის მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის და დღევანდელი შეხვედრისთვისაც.
Afgan Sadigovis საქმის ნიუანსები თქვენმა დიდმა ნაწილმა იცით ის თავდაპირველად საქართველოში ჩამოვიდა კურნალობის მიზნით მას ჰქონდა წინა წლებში აზერბაიჯანში მისი მეორე დაკავების შემდეგ ხანგრძლივი შიმშილობის გამოცდილება ის 242 დღე შიმშილობდა აზერბაიჯანულ ციხეში სადაც ის პარალელურად ხდებოდა არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოყრობის მსხვერპლი მისი მეუღლე ჩვენთან საუბარში იხსენებდა შემთხვევებს თუ როგორ ცდილობდა რეჟიმს გაეტეხა მისი შიმშილობა და ხან ფახლავებიან საკანში პრივილეგირებულ პატიმრებთან ტოვებდნენ ხან ძალიან ძირმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პატიმრებთან და ხან ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში სადაც მის თვალწინ ათეულობით ადამიანი გარდაიცვალა იმიტომ რომ სამედიცინო მოპყრობა ციხეებში არის უკიდურესად მძიმე და თავად ციხეები ხდება მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შექმნის მიზეზით და შიმშილობის დროს თქვენ იცით რომ ერთიათთან შიმშილობის პროცესი მაგრამ ყველაზე რთულია შიმშილობიდან გამოსვლა ამიტომ მან ვერ მოახერხა აზერბაიჯანში ამ რეაბილიტაციის მიღება და ის საქართველოში ჩამოვიდა და მათ შორის ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები და ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაზე მომუშავე ორგანიზაციები და ექიმები მას ძალიან დაეხმარნენ. ამის შემდეგ, როცა ის აზერბაიჯანში დაბრუნდა, მისთვის ძალიან აშკარა გახდა, რომ აზერბაიჯანში ხელახლა დააკავებდნენ ამ სიგნალებს ის რეგულარულად იღებდა და სწორედ ამ ფონზე განაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა და დარჩენა. ოჯახის გადმოყვანაც კი 24 წლის ივლისში. თუმცა შემდგომში უკვე მოულოდნელად ჯერ მოხდა საბოლოოდ მათ საქართველოს დატოვებას გადაწყვიტეს იმიტომ რომ აქაც ფიქრობდნენ რომ რისკები მაღალი იყო თუმცა საქართველომ უარი უთხრა ამ ოჯახს საზღვრის კვეთაზე და უკვე რამდენიმე დღეში სადიგოვი დააკავეს აზერბაიჯანის თხოვნით იმ არგუმენტით რომ საექსტრადიციო პროცედურა ჰქონდა დაწყებული საქართველოს მას პატიმრობა შეუფარდეს, საექსტრადიციო პროცედურები ძალიან დაჩქარებულად წავიდა. ჩვენ ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობდა. ერთის მხრივ ეს იყო საექსტრადიციო პროცესი და ქართულმა სასამართლოებმა ორივე ინსტანციამ, პირველმა ინსტანციამ და უზენაესმა სასამართლომ მისი ექსტრადიცია დაუშვეს და მიიჩნიეს, რომ აზერბაიჯანში მას პოლიტიკური დევნის რისკები არ ჰქონდა და იქ ის არ გახდებოდა წამების და არადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და ჩვენმა მიგრაციის სამსახურმა, რომელიც შსს-ში შიგნით არსებობს, მან უარი უთხრა სადიგოვს საერთაშორისო დაცვაზე, ტოვრის სტატუსის მინიჭებაზე იმ არგუმენტით, რომ თითქოს არ დასტურდებოდა მის მიმართ დევნა, პოლიტიკური დევნა. მიუხედავად იმისა, რომ მას ადასტურებდა Amnesty International, Human Rights Watch, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აზერბაიჯანზე მუშაობენ. მალევე სადიგოვმა დაიწყო შიმშილობა. ის მიიჩნევდა, რომ ორი ავტორიტარული რეჟიმი ებრძვის მათ და მათი ტყვეა, ამიტომ შიმშილობა იყო მისთვის პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგია. და უკვე 150 დღემდე, 158 დღეა ის შიმშილობს. თქვენ იცით, რომ შიმშილობის სხვადასხვა ფორმები არსებობს, ხო არსებობს ნაწილობრივი შიმშილობა, სრული შიმშილობა, აბსოლუტური შიმშილობა. ხო ნაწილობრივი შიმშილობის დროს შენ რაღაც შეზღუდვა საწესებ ყვებაზე, მაგრამ სრულად არა. სრული შიმშილობის დროს იღებ ძირითადად თხევად საშუალებებს, მეტწილად წყალს და აბსოლუტური შიმშილობის დროს წყალსაც აღარ იღებს, საერთოდ არაფერს აღარ იღებს. სადიგოვი ანაცვლებდა სხვადასხვა ბოლო ორ რეჟიმს, თუმცა პერიოდულად ხდებოდა მძიმედ, რაც იწვევდა მისთვის გადასხმების გაკეთებას, ორი თხევადი დანამატების მიღებას, ამკაცრებდა შიმშილობის რეჟიმს, როგორც იზოლებს მოიკრებდა და აი ამ მდგომარეობაში მან დაიკლო 40 კილო, არის ძალიან სუსტად, ეტლით გადაადგილდება და აქვს მთელი რიგი ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის სირყველების ფუნქციონირება გაუარესებული და ასე შემდეგ. ალბათ ყველას დაუგუშლება კითხვა, როგორ არის შესაძლებელი შიმშილობა ამდენი ხანი, თუნდაც 242 დღე წარსულში, ახლა 150 დღე.
ამის უკან ჩემი დაკვირვებით არის რწმენა სასოწარკვეთაში მყოფი ადამიანების, რომ მათ შეუძლიათ აი ესეთ სასტიკ რეჟიმებს, როგორიც არის აზერბაიჯანში, ან აქ უკვე აქ, სწორედ საკუთარ სხეულებზე გამარჯვების მოპოვებით, აი სხეულის სუვერენულობის ჩვენებით და დემონსტრირებით, მაშინ როდესაც მათ აღარ აქვს იმედი, რომ არსებობს სამართლებრივი მექანიზმები, პოლიტიკური მექანიზმები, ან შესაძლოა ერთობაც, ხო? სოციალური სოლიდარობა, პოლიტიკური სოლიდარობა, მათ მხოლოდ საკუთარი სხეულები იმედი აქვს, ბრძოლის ველი და გამარჯვების ველიც საკუთარი სხეულები ხდება. საბოლოოდ მგონია, რომ ისეთი სასტიკი რეჟიმები, რომელიც თქვა თუნდაც აზერბაიჯანში ახლა ცოტა ხანში ამაზე ვიყარებთ, ალბათ მათზე ასეთი მორალური ბრძოლები მგონია, რომ არ მოქმედებს. და მგონია, რომ საქართველოშიც ჩვენ კიდე გვაქვს ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა, რის გამოც ალბათ ჯობია, რომ ისევ პოლიტიკური ბრძოლის და თვითორგანიზების ინსტრუმენტები გამოვიყენოთ თავის დასაცავად, ვიდრე შიმშილობა. ამიტომაც მე იგივე მზია მაღლობელს ბატონ თემურ ქათამაძეს მოუწოდებ, რომ შიმშილობა არ არის ის გზა, ცხოვრებშეწირო არ არის ის გზა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, პირიქით ჩვენ გვჭირდება ძლიერება, გაგრძელება, იმიტომ რომ ჩვენ ჭავართ ერთმანეთს და მე მჯერა ჩვენი სოლიდარობის. იგივე ზონები აღგანს, რომ ქართული საზოგადოება, ორგანიზებული ჯგუფები ბევრს ვაკეთებთ მის გადასარჩენად, თუმცა ხო, ალბათ ჩვენ მაინც ბოლომდე ვერ ვძლევთ უსამართლობის იმ გამოცდილებას, რომელშიც ეს ადამიანები აღმოჩნდნენ. ალბათ დაისწრება კითხვა, რატო არის ეს საქმე მნიშვნელოვანი, რატო არის ავგან სადიგოვის მიმართ სოლიდარობის გამოჩენა მნიშვნელოვანი. მე გამოვყოფდი ორ ელემენტს. პირველი და რატო არის ჩემთვის ეს საქმე ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული, ხო? პირველი ელემენტი არის ის, რომ ძალიან აშკარა, რომ საქართველოს, აი თუ დავიწყებთ იმას, რომ ეს ავტორიტარული, რეპრესიული, სასტიკი, მიდრეკილებები რეჟიმის უფრო ადრე უჩნდება, ვიდრე მამას დიდი უპირატესობა ხედავს, მაშინ ჩვენ ავტორიტარული რეჟიმების და მიდრეკილებების აი ინსტინქტების ამოცნობას ყველაზე ადვილად მოვახერხებთ მარგინალური პერიფერიულ სოციალურ ჯგუფებზე დაკვირვებით, ხო? ანუ სისტემა დეგრადაციას იწყებს ჯერ სუსტი ჯგუფების მიმართ. და ჩვენ ქართულ რეალობაშიც ხედავთ, ხო, რომ ყველაზე სასტიკი ხასიათი ქართულ მომცემამ მაგალითად პირველი წლებში გამოავლინა ქართული მუსლიმების მიმართ, სადაც 2012 წლიდან ამ დრომდე არის დევნის შევიწროების, მუხარების, კონტროლის, უფლებების არაღიარების ძალიან ძლიერი გამოცდილება, ხო, რომელიც მეორდება არ ჩერდება, ხო, დაიწყო ნიგზიანი, წიწყაროთი, სამთაწყარო, მოხე, ადიგენი, ქვაბიჯვარი, ქვაბულეთი, არ ჩერდება, კიდე არ ჩერდება, ხო, ეხლა ადიგენის ამაში რაღაც მოხდა. მაგალითად ესენი არიან ქუიარები, ხო, რომელიცაც საბაზისო უფლებები არ მისცა არასდროს სისტემამ, დევნიდნენ, ავიწროებდნენ, უფლებებს ყრიდნენ, აკონტროლებდნენ, სიძულით მოჭრებულ დანაშაულებს არ იძლევდნენ და ასე შემდეგ. კიდე ერთ-ერთი ჯგუფი, სადაც მალევე გამოჩნდა ეს ინსტინქტები, ჩვენთვის არიან უცხოელები და განსაკუთრებულად ავტორიტარული რეჟიმებიდან გამოქცეული დისიდენტები. და ჩვენ ხედავთ, რომ აი მუხთარლის საქმე იყო, ხო, ყველაზე ესეთი ტრიგერი, მაგრამ უფრო ადრეც დაიწყო, როცა ქართულ მომცემამ რეალურად საქართველოში გამოქცეულ დისიდენტებს ფეხი არ დაადგმევინა, ხო, დაიწყო მათი საზღვრების ჩაკეტვა, ბინადრობის არ მიცემა, მათი მაგ გამოყენებული ძალადობის ფაქტების გამოუძიებლობა, თვალთვალი, მუხარები, მერე მუხთარლის საქმე და ხო, ავგანსტანის საქმე. ამიტომაც რატო უნდა იყოს უმრავლესობა ფხიზელი და ძალიან გრძნობიარე, ერთი შეხედვით მარგინალური, ხო, შესაძლებელი ვიღაცას არ სიამოვნებდა თქვა, ანუ ეთიკური უმცირესობები ან რელიგიური უმცირესობები ან ქუიარები ან უცხოელები, მაგრამ ჩვენ რატო უნდა ვიყოთ ხილეთ, იმიტომ რომ თუ ჩვენ ამის ნორმალიზებას დაუშვებთ, თუნდაც სუსტი ან მარგინალური ჯგუფის მიმართ, ის დაგიბრუნდება უმრავლესობის ჯგუფს. ეს არის უბრალოდ მექანიზმი. სხვადასხვა ჯგუფები ხდებიან განტევების ვაცები და დღეს ჩვენ ყველანი ზუსტად ისევე დეჰუმანიზებული, ისეთივე მარგინალიზებულები ვართ ქართულებს და დისკურსში, როგორც თავის დროზე სხვადასხვა ჯგუფები იყვნენ. ამიტომაც ერთია სოლიდარობა, ხო, რომელსაც შენება უნდა
თანაგზნობა უნდა, თემთაშორისი კავშირებისა და გამოცდილების ქონა სჭირდება, ხო ესე თავისთავად ვერ მოდის. ხო, მას პრაქტიკა სჭირდება. მაგრამ მეორეა სიფხიზლე, ხო? და რაღაცა ტიპის გონიერება, რომ აუცილებლად ის დაგიბრუნდება. ხო, ამიტომაც უნდა იყოს ფხიზლე. სამწუხაროდ, როცა ჩვენ სხვა ჯგუფები, ქეთი, მათ შორის ამაზე თავის დროზე ვლაპარაკობდით, ეს ინტერესი არავის არ ქონდა და თითქოს ყველას ესმოდა, რომ ხო, რაღაცა აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ფრთხილად უნდა ვიყოთ და მეც მირჩევდნენ, რომ თქვენ არ გამეკეთებინათ და ცუდი განცხადებებია კრიტიკული განცხადებები აზერბაიჯანის მიმართ. ეხლა მეორე საკითხი, რის გამოც არის ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ეს იდეა ჩვენს პოლიტიკურ ელიტაში, აქტივისტურ ელიტებშიც ნაკლებად არის პოპულარული, მაგრამ მე მჯერა დემოკრატიული, გათავისუფლებული კავკასიის. ანუ მე მჯერა, რომ თუ ჩვენ ვართ ანტიკოლონიურ ბრძოლაში და მე მგონია, რომ გარკვეულწილად ჩვენი ბრძოლა დღეს რეჟიმთან, რუსეთის იმპერიასთან ანტიკოლონიური არის თავისი შინაარსით, რომელიც დიდი იდეაა ეს მხოლოდ რუსეთის ფაქტოს არ გულისხმობს, მათ შორის ჩვენ შიგნით ძალიან ბევრ ემანციპაციას და დემოკრატიზაციას, ხო, საზოგადოების სისტემების, რესურსების. თუ ჩვენ დავიჯერებთ, რომ ჩვენ რეგიონზეც უნდა ვიფიქროთ და ჩვენი რეგიონიც უნდა გახდეს დემოკრატიული და გათავისუფლებული, მაშინ ჩვენ და გვაინტერესებს რა ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში თუ სამხრეთ კავკასიაში, ხო? მე აზერბაიჯანელების საკითხით თუნდაც უამრავი, ხო, ასეულობით პოლიტპატიმარი ყავს თავს აზერბაიჯანს, ამაზე თვითონ ლაპარაკობს. ჩემთვის მნიშვნელოვანია მათი სოლიდარობის გამოჩენა. ხო, ისევე როგორც შესაძლოა დაღესტანში, ჩეჩნეთში ან სხვა ადგილებში ამ სოლიდარობის ჩვენება, ამიტომ რომ ჩვენ ერთმანეთთან მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებულად ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს პოლიტიკური წარმოსახვა, რომ ჩვენ დაკავშირებულები ვართ ერთმანეთთან, საერთო კულტურული, გეოგრაფიული, პოლიტიკური სივრცეა და ჩვენ ერთმანეთს უნდა გავაძლიეროთ, ხო? ეს წარმოსახვა იკარგება და ქრება, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა ტიპის დომინაციის, რომელიც ისინი უფრო დიდი ისტორია აქვს ამ დომინაციის შეგრძნებას, როგორც ქრისტიანული სახელმწიფოსი და არა მხოლოდ, ხო? გაგვიჩა, რომ ჩვენ ეს სივრცე დავუძლიოთ, მოვიშოროთ, გამდევნოთ ჩვენი კუთვნილება ამ სივრცესთან, იმიტომ რომ ეს ნაკლებად ცივილიზებულია, ხო? ნაკლებად ძალიან პერიფერიულია, ცოტა ველურია, ჩამორჩენილია და ამიტომ ჯობია რომ ჩვენ დავახციოთ თავიდან თავში ხო უხია დანარჩენ ხალხებს ისაკითხავთ. ეს ძალიან ძლიერია ეს წარმოსახვა, ეხლა ჩვენ რომ წარმოვიდგენთ. ეხლა ძალიან გულში რომ ჩავიხედოთ, ჩვენ ამას ნამდვილად აღმოვაჩენთ. ამის ყველაზე ადვილი პროექცირება ჩვენ იმ ეთნიკურ ჯგუფებზე ხდება, რომლებიც სადაც სხვადასხვა ტიპის ეთნიკური თუ სხვა კავშირები შეიძლება ქონდეს მეზობელ რესპუბლიკებთან, ხო? მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იდეა, რომ ამ რეგიონში მცხოვრებ ხალხებს განსაკუთრებულად პროგრესულ ემანციპატორულ ჯგუფებს ქონდეს ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა. ამიტომაც ავგან სადიგოვის საქმეზე მუშაობით მე მინდა ვაჩვენო, მინდა მე პირობებში ვაპარაკობ ჩვენი ორგანიზაციას, მაგრამ პირადად მეც მინდა რომ ხო, ვაჩვენოთ ეს სოლიდარობა იქ მებრძოლებს დემოკრატიისთვის, სამართლიანობისთვის და სადღაც დავიტოვო აი დღესდღეობით უტოპიური, მაგრამ რაღაც წარმოსახვის შანსი, რომ ჩვენ ამ ჯგუფებს, მოძრაობებს შეგვიძლია გაერთიანება და უფრო სამართლიან რეგიონში ცხოვრება. და ჩვენ უნდა ვზრუნავდეს ერთმანეთის განვითარებისთვის და გათავისუფლებისთვის და შესაბამისად ის ავტორიტარული რეჟიმები, რომელიც ამ რეალობაში წარმოიშობა და აზერბაიჯანი დღეს არის კონსოლიდირებული ავტორიტარიზმი, რომელიც პრაქტიკულად დიქტატურას ქმნის, ხო, არის თავის ტკივილი აზერბაიჯანელი ხალხისთვის, ხო, იმიტომ რომ ეს მდიდარი აზერბაიჯანში მოსახლეობის 90% არის ღარიბი, რეგიონები არის განუვითარებელი, პოლიტიკური ალტერნატივა ვერ იბადება, იმიტომ რომ ძირშივე კლავს რეჟიმი, ხო, ეს რაღაც პატრონ კლიენტური სისტემა არის აგებული, სადაც ერთი ოჯახისა და დინასტიის წარმომადგენლები ხო რამდენი წელი არსებობენ დამოუკიდებლობის შემდეგ უშუალოდ ილხამ ალიევი 2003 წლიდან არის ძალაუფლებაში, ხო? და ხო, დღეს ქართული ოცნება, რომელიც აზერბაიჯანის ყველაზე დიდი მეგობარია, პრინციპში აი მენიუს როგორ ააშენოს ავტორიტარიზმი იღებს. მას არ აქვს ნავთობი, მაგრამ ის
ფიქრობს, რომ შეძლებს ალტერნატიული ეკონომიკური რესურსების მობილიზებას. მე აღარ გავაკეთებ, მაგრამ ხო, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რეგიონის დემოკრატიზაცია პრაგმატულიც არის საბოლოოდ კონკრეტული სახელმწიფოების დემოკრატიზაციისთვისაც და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სიფხიზლე, სოლიდარობა და მაღალი დაინტერესება რეგიონის საკითხების მიმართ. მოგესალმებით. როდესაც 2017 წლის მაისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ავგან მუხთარზე გაიტაცეს შუაგულ თბილისში, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უკეთ დაცული რაიონიდან ქალაქის. ეს იყო სავარაუდოდ და მაშინ ასე ჩანდა და ახლა ალბათ უფრო დარწმუნებით ვიცით, პირველი სერიოზული ბზარი ჩვენი დემოკრატიული განვითარების გზაზე. რამდენადაც არ იყო სრულყოფილი არასდროს ჩვენი დემოკრატია ცხადია, ეს იყო პირველი სერიოზული ბზარი, როდესაც ადამიანი, რომელიც შეფარებული იყო საქართველოს, იყო ჟურნალისტი, აწარმოებდა ჟურნალისტურ გამოძიებებს, აი ესე დღისით მზისით შუაგულ თბილისში გაქრა და მეორე დღეს, თუ იმავე საღამოს, მე მგონი მეორე დილით აღმოჩნდა ბაქოში, წინასწარ დაკავებაში. ეს საქმე საქართველოს დღემდე არ გამოუძიებია, მალე 8 წელი გავა. საქართველოს აზერბაიჯანთან ერთად წააგო ავგან მუხთარის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში და უცხადია ეს საქმე არასდროს არ იქნება გამოძიებული. ჩვენ დაზუსტებით დღემდე მხოლოდ ავგანის გადმოცემული ვიცით, თუ რა მოხდა იმ დღეს და როგორ მოექცნენ მას საქართველოში, მათ შორის ქართველი სამართალდამცავები. თამთა ამაში განსაკუთრებით დავეთანხმები, რომ 2017 წელს და პრინციპში იქამდეც იმ ჯგუფებისთვის, ვინც მუშაობდით აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაცვაზე, ჩვენთვის თითქოს გასაგები იყო, რომ შეუძლებელი იყო ასეთი ავტორიტარული რეჟიმის გვერდით, რომელიმე დემოკრატიას გაეხარა ბოლომდე, ისე რომ არანაირი ზეგავლენა არ ჰქონოდა საქართველოზე იმ დევნას, რაც განსაკუთრებით 2014 წლიდან ხდება აზერბაიჯანში ყოველგვარი კრიტიკული აზრის წინააღმდეგ. ძირითადად მინდა შევეხო ამ დევნის ანატომიას აზერბაიჯანში, თუ როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე. 2011 წელს განსაკუთრებით დიდი საპროტესტო გამოსვლები იყო აზერბაიჯანში არაბული გაზაფხულის კვალდაკვალ, რამაც გამოიწვია ხელისუფლების დიდი შეშფოთება და დაიწყეს დევნა ყოველგვარი შეკრების ბაქოში ძირითადად. აზერბაიჯანის სხვა ქალაქებშიც, მაგრამ ბაქოში ძირითადად იყო ყოველთვის ეპიცენტრი პროტესტის. ამას მოყვა გამკაცრებული კანონმდებლობა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, გეცნობათ ეს ლოგიკა და მოყვა ძალიან ბევრი ორგანიზაციის წინააღმდეგ შეთხზული სისხლის სამართლის გახსნა 2014 წლის მაისში, რასაც მოყვა ათეულობით უფლებადამცველი სამოქალაქო აქტივისტის, ჟურნალისტის, ადამიანის უფლებათა იურისტის დაკავება, ასევე სრულიად შეთხზულ ბრალდებებზე. ეს ადამიანები ისხდნენ ციხეში დაახლოებით 2 წელი, 3 წელი, ყველამ მოიგო საქმე ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში. აზერბაიჯანელი უფლებადამცველის რასულ ჯაფაროვის 2016 წლის საქმე არის პირველი საქმე, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ უფლებადამცველი დააკავეს საკუთარი უფლებადაცვილი საქმიანობის წინააღმდეგ შურისძიების გამო. ანუ მისი დაკავება იყო მისი უფლებადაცვითი საქმიანობის გამო შურისძიება. ამას მოყვა ყველა სხვა საქმე. მათ შორის იგივე მინდა ვახსენო სახელებით შეიძლება ინგიგა მალიევის საქმე, ანარ მამადლის საქმე, რომელიც აზერბაიჯანის ყველაზე დიდი არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელია და რომელიც დღეს მეორედ არის უკვე დაკავებული ასევე შეთხზული ბრალდებით და უკვე მეორედ არის პოლიტიკური პატიმარი. 2024 წლის 29 აპრილს დააკავეს იგი, როდესაც საკუთარი შვილი დაკავა საბავშვო ბაღში. ალბათ ესეც გეცნობათ მშობლების დაკავება საკუთარი შვილების ბაღებთან თუ სხვა დაწესებულებებთან, რაც ძალიან საცნაური იყო, როდესაც დობინ ქართველი დააკავეს შემოწმებაზე მგონი დეკემბერში აღარ მახსოვს იყო ზუსტად დეკემბერში. 2023 წელს
დაიწყო მედიის წინააღმდეგ განსაკუთრებით რეპრესიების ახალი ტალღა. 2023 წლის ნოემბერში შევიდნენ აზერბაიჯანელი სამართალდამცავები შევიდნენ აბზას მედია, ასეთი იშვიათი დამოუკიდებელი პლატფორმა იყო აზერბაიჯანში და დააკავეს ყველა ასევე სრულიად შეთხზული ბრალდები. 2023 წლის 21 ნოემბერს აბზას მედიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სერვინჯ ვაგიფკიზი იყო მინილოტოში, ბრუნდებოდა ბაქოში და მან ჩაწერა ვიდეო და სხვა. გუშინ დააკავეს ჩემი მეგობარი, აბზას მედიის დირექტორი ურბი ჰასანლი, მაგრამ მე არ დავრჩებია, მე წავალ ბაქოში და მე შევხვდები ჩემს ბედისწერას. და სერვინჯი დააკავეს აეროპორტშივე. ის დღემდე დაკავებულია წინა უსასრულო წინასწარ-პატიმრობაში და მის წინააღმდეგ არის ძალადობა და ყოველგვარი შევიწროვება იმ დაწესებულებაში, სადაც ის არის დაკავებული. სერვინჯის გარდა დღეს 26 ჟურნალისტია დაკავებული აზერბაიჯანში, სულ სადღაც 350 პოლიტიკურ პატიმარს აღრიცხავენ აზერბაიჯანელი უფლებადამცველები. აღარ არსებობს თითქმის აღარანაირი დამოუკიდებელი მედია, აბზას მედია წავიდა დევნილობაში, მეიდან TV ისედაც დევნილობაში იყო, ეს ასევე ძალიან ადმინისტრაციული გამოცემა აზერბაიჯანული, რომელიც წლებია ქვეყნის გარედან მუშაობს, მაგრამ ის ჟურნალისტები, ვინც დარჩენილები იყვნენ აზერბაიჯანში, სულ ყველა დააკავეს წელს ერთიანად. Oplum TV 2024 წლის მარტში იქაც შევიდნენ სამართალდამცავები და იმავე შეთხზული ბრალდებით დააკავეს ყველა. ასევე ეს ადამიანები ჟურნალისტებით სავსე არის აზერბაიჯანის ციხეები და თითქმის აღარავინ აღარ არის დარჩენილი, ვისაც ელემენტარული რაიმე ჟურნალისტური გამოძიება შეუძლია რომ ჩაატაროს, იმიტომ რომ ყველა ეს ადამიანი არის დაკავებული. აზერბაიჯანში ასევე ის გაუქმებულია შეკრების თავისუფლება. როდესაც ორი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, ანუ მხოლოდ რაც შეიძლება ბაქოში დღეს მოხდეს შეკრების თვალსაზრისით ბაქოს ცენტრში, ეს არის 8 მარტის ძალიან მცირერიცხოვანი აქციები, როდესაც ახალგაზრდა ძირითადად ქალების მცირე ჯგუფი გამოდის ქუჩაში. ზოგჯერ იმათაც ესმიან ხოლმე თავს და ძალადობრივად აკავებენ, მაგრამ ხანდახან შესაძლებელია რომ რაღაც პატარა ჯგუფი შეიკრიბოს. ხოლო 2023 წელს თუ არ მეშლება სოიუდლუში სოფლის მოსახლეობა, ჩრდილო-დასავლეთით არის ბაქოს ეს სოფელი, გამოვიდა ტბის დაბინძურების წინააღმდეგ, ძირითადად სულ ასაკოვანი ქალები. ამ ასაკოვან ქალებს გაუსწორდნენ სასტიკად, დააკავეს ბევრი ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ამ პროტესტში და მათ შორის პოსტერების დამამზადებელი. ანუ სულ ერთია რა ჯგუფი გამოდის გარეთ, ეს არის სრულიად მიუღებელი აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის. აზერბაიჯანი მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 177 ადგილზეა პრესის თავისუფლების მხრივ, რეპორტერების ოთხკუთხა გარეშე ადგენს ხოლმე ამ რენკინგებს, ამ სიებს, რომლებიც საკმაოდ სანდოა და ასახავს იმას, რაც ხდება. საქართველოს 103-ია, სხვათა შორის თითქმის 30-40 პუნქტით დაიყრია უკვე ბოლო წლებში. და როგორც სამწუხაროდ აღნიშნა, აზერბაიჯანი ამ წუთას არის ძალიან თავდაჯერებული, მყარი ავტორიტარიზმი, რომელსაც ამ წუთას თითქმის არაფრის ალბათ არ ეშინია. მათ შორის ნაკლებად ეშინია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში. აზერბაიჯანს ბევრი საქმე აქვს აღუსრულებელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ანარ მამადლი, წეგან ვახსენე, უდიდესი არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ისე შეაბრუნეს ციხეში, რომ მის წინააღმდეგ პირველი საქმეც კი აღსრულებულა ჯერ და უკვე მეორედ არის დაბრუნებული საპატიმროში. ამიტომ ეს რაც ხდება აზერბაიჯანში არასდროს ყოველთვის გასაგები იყო მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სამწუხაროდ აღნიშნულ ნაკლებად ვახსენებთ ამას ყურადღებას, იმიტომ რომ საკუთარი პრობლემებით ვიყავით დაკავებულები, რაც ასე შეიძლება ითქვას, რაც არის გასაკვირი. ყოველთვის გასაგები იყო, რომ არ გაჩერდებოდა ეს ადგილას. და ზოგადად ავტოკრატიული რეჟიმები იშვიათად ამთავრებენ საკუთარ შავ საქმეებს, საკუთარ საზღვრებში. ეს უკვე ყველა მე მგონი ვიცით წლების მანძილზე. ახლა მოხდალი რომ დააკავეს იმ დროს საქართველოში იყვნენ აზერბაიჯანის საზოგადოების სულ არ უნდა გამოვიდეს, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წარმომადგენლები, ვინც გამოეკცნენ რეჟიმს, ჟურნალისტები, მწერლები, მუსიკოსები,
ისინი რა თქმა უნდა მაშინვე წავიდნენ ქვეყნიდან, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ იმავებებს გაიზიარებდნენ მალე და იქნებოდნენ სრულად დაუცველები. აზერბაიჯანზე რომ არ ვისაუბროთ, მხოლოდ საქართველოს წლების განმავლობაში იყო ცენტრი რეგიონში უფლება დაუცველების თავმოყრის. იმათი, ვისაც ემუქრებოდა რეჟიმი ჩვენ სხვა არც თუ ისე შორეულ თუ ახლობელ ავტორიტარულ ქვეყნებში. და წლების მანძილზე საქართველოს ხელისუფლება არ უშუქდა ქვეყანაში ფემინისტ ადვოკატებს, ჟურნალისტებს, სხვა აქტივისტებს და საქართველოს ეს ფუნქცია დაკარგა და არათუ ეს ფუნქცია დაკარგა, არამედ თამთან როგორც სწორად აღნიშნა, აქ მცხოვრები თითოეული ადამიანი, ვისაც რაიმე კრიტიკული აზრი გააჩნია, ამ წუთას არის ძალიან მსგავსი რისკების ქვეშ. ორ საკითხს დავამატებ, თუ შეგვიძლია გავჩერდები. ასევე ძალიან სამწუხარო რაც არის საქართველოში გამჩნევთ, რომ ამ პოლიტიკური მართლმსაჯულების ფარგლებში, რომლებიც ხორციელდება პროტესტში მონაწილე პირების წინააღმდეგ, ძალიან მსგავსი ტენდენციებია იმისა, რაც აზერბაიჯანში ხდებოდა. მოკლე დროში საქმის განხილვები, სასამართლოს სრული მიტანჯვებულობა, ძალიან მცირე დარბაზები, სადაც შეუძლებელია ხალხი დაეტიოს, ვისაც სურვილი აქვს, რომ დაესწროს პროცესს. კინის მანქანებით გადაყვანილი დაავადებულები, რომლებიც შემდგომ გონებას კარგავდნენ სასამართლო პროცესებზე, დაცვის უფლების განხორციელებლობა. ანუ ეს ავტორიტარიზმის თავისი ანატომია აქვს, რა თქმა უნდა, ყოველ ქვეყანაში თავისებურია, მაგრამ ხშირად იმეორებენ. ამიტომ აი ეს მეთოდი ახლა რა თქმა უნდა ისე არ მინდა გავმივიდეს, რომ უშუალოდ აზერბაიჯანული ავტორიტარიზმი გადმოვიდა საქართველოში, მაგრამ აი ეს პრინციპები, ეს მეთოდები არის ძალიან მსგავსი. და ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ მათ შორის რუსეთის, მათ შორის ბელარუსის მაგალითებზე და ვიცოდეთ, რომ ეს რაც აქ ხდება, ჩვენთვის სრულიად შეგრძნებელია, მაგრამ რაღაცა ლოგიკურია. იმიტომ რომ ის რაც დაიწყო 2017 წლის მაისში ჩემი აზრით ავღანის გადაცებით, გაგრძელდა შემდგომ სხვა მძიმე დაგროვებში, გაგრძელდა 2021 წლის 5 ივნისში და ძალიან ბევრ სხვა მძიმე შემთხვევაში, რომელიც წაფასებული არ დაუსჯელი. და თამთან აღნიშნა ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა სოლიდარობა. და მინდა ვიტყვით, რომ აზერბაიჯანული სამოქალაქო საზოგადოება ყოველწუთიერად ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, საიმართლო კურსზე უკავშირი და სოლიდარობის აქტები არის ძალიან მნიშვნელოვანი. პოლიტიკური პატრიოტიზმის მეუბნებიან ხოლმე არა მარტო აზერბაიჯანში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, რომ ჩვენთვის სოლიდარობა არ არის ვიტყვი სიტყვა, თქვენი გამოსვლები, თქვენი გარეთ ამოღებული თითოეული სიტყვა, თქვენი თუნდაც სოციალურ მედიაში აქტივიზმი, თქვენი გამოგზავნილი ხიაბარათები ყველაფერი გვაძლიერებს და ჩვენ ვიცით, რომ მარტოები არა ვართ და ვიცით, რომ ჩვენზე ვიღაც ფიქრობს. ასე რომ ჩვენზე ვიღაც ფიქრობს, ჩვენ მას თავისუფლები აქვს და შეგვიძლია რომ დავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი და ჩვენი საერთო მომავლისთვის. ამიტომ აი ეს ნავადელი აქ შეკრება არის სოლიდარობის აღზრდა, არა მარტო აზერბაიჯანის მიმართ, არამედ მოდით ვთქვათ, რომ ყველა პოლიტიკურ საქართველოში და აზერბაიჯანში და დაძინებული ვარ, რომ ეს რაღაც პატარა შეკრება და ეს მცირედი დისკუსია, რაც ჩვენ გვაქვს, რაღაც ძალიან კარგის ნაწილი იყოს. ამიტომ ეს სოლიდარობა მნიშვნელოვანია და ჩვენც გადაგვარჩენს და სხვა ქვეყნებშიც იმავე ბრძოლაში მყოფ ადამიანებსაც დაეხმარება მძიმე კითხვებში. გარემოების დამოკიდება მინდოდა საკითხი თქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ავტორიტარიზმი და მოსასწრაფო კონვენცია არ არის. და უბრალოდ ეს რეჟიმები ერთმანეთს ყვანიან და ხშირად რაღაცა ტიპის მძმენიოებს იმეორებენ, ხო? ხო და საქართველოში არის ხოლმე ხშირად მოსაზრებები იმის შესახებ, ხო ხდება აზერბაიჯანში, ხო საქართველოსთან და ის ხდება თუ არა. და მე მგონია, რომ ძალიან უშუალო სტრუქტურული ფაქტორებია, რომელთაც განსხვავებით აზერბაიჯანისგან. ხო, პირველი ფაქტორი ალბათ არის ის, რომ აზერბაიჯანში ავტორიტარული ტენდენციები დაიწყო გაცილებით ადრე და პრინციპში ავტორიტარიზმი აზერბაიჯანში რაც ჰიბრიდულ დემოკრატიასაც კი არ უასებია ახალი რესპუბლიკის ხო დაფუძნებიდან და ალიევების ოჯახმა ხო სხვადასხვა ხარისხის მაგრამ ძალაუფლების სრული კონსოლიდაცია გაცილებით ადრე დაიწყო. მაშინ როდესაც ჩვენ ძალაუფლების მონაცვლეობის გამოცდილებები და ავტორიტარიზმის დამასწრების გამოცდილებები
მეორე მხრივ აზერბაიჯანის შემთხვევაში ეს არის თვითმფრინავი ნავთობის რესურსები, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანს აძლევს შესაძლებლობას ჰქონდეს ტრანზაქციული ურთიერთობები დასავლეთთან და სხვა მეზობლებთან, ანუ გარიგებაზე ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობები და მე ძალიან კრიტიკული ვარ მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც აზერბაიჯანში უფლებების დარღვევის ფაქტებზე იმ ხარისხით არ რეაგირებენ, რომელთაც უნდა მოახდინონ რეაგირება. და სწორედ ეს ტრანზაქციული ლოგიკა, ხო, ურთიერთობების, პარტნიორული ურთიერთობების არ არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, ხო, აზერბაიჯანში უფლებების დარღვევის საკითხებზე ისე კრიტიკულად არ რეაგირებენ. და საბოლოოდ სწორედ დიდმა რესურსებმა, თვითმფრინავმა რესურსებმა მის ალიევის ოჯახს ძალაუფლების ამ ხარისხით კონსოლიდაციისა და სტაბილიზაციის შესაძლებლობა. კიდევ ერთი ფაქტორი ეს არის ომი. ხო, აზერბაიჯანი, ისევ როგორც სომხეთი, მაგრამ პრინციპში ეს ორივე სახელმწიფო, რომელიც ერთმანეთთან ტრულ დამოკიდებულებაში იყო და მძიმე ომის გამოცდილება ჰქონდა 90-იან წლებში, აშენებდნენ საკმაოდ აგრესიულ ნაციონალიზმს და აზერბაიჯანის შემთხვევაში მეორე ყარაბაღის ომის დროს გამარჯვებისა და ტრიუმფის ფაქტორი ასევე ძალიან ზრდის ალიევის ხარდაჭერას და პოპულარობას, რაღაცა ტიპის ხარიზმას ამ საზოგადოებაში და თუნდაც ქართველების შემთხვევაში ვიტყვი, რომ მას არ აქვს არც ერთი ტრიუმფის, ხო, ან ასეთი პერსონალიზებული წარმატების ნაციონალური გამარჯვების გამოცდილება, ამიტომ მას ჩემი აზრით ასევე ძალიან გაუჭირდება, გარდა იმისა, რომ ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკური სისტემა გვაქვს, ჰიბრიდულ დემოკრატიაში ცხოვრებით, ალოფრების, არ გვაქვს რესურსები, ხო, მეორე ფაქტორი ეს არის სწორედ ესეთი ტრიუმფალური და ასეთი აფრუქტური და მყარი იდეოლოგიური, ხო, როგორც ნაციონალიზმი, ესეთი გამოცდილების არასწორობაც. და ბუნებრივია, რომ ეს არის საზოგადოება, მზარდმა ავტორიტარიზმმა აზერბაიჯანში დაადარს სუსტა ოპოზიცია, მედია სივრცე, დამოუკიდებელი აკადემიური სამოქალაქო სივრცეები და ძალების აღდგენა და წინააღმდეგობა ამ ადგილას უფრო მეტად ჭირდა. ამიტომაც, ხო, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს კოლაბორაცია ჩანს, ჩვენ ხედავთ, რომ აზერბაიჯანი ძალიან დაეხმარა ამ არჩევნებში ქართულ ოცნებას. ჩვენ და ველოდოთ ახალი ტიპის ეკონომიკურ გარიგებასაც ამ მთავრობებს შორის, ხო, მაგრამ ჩვენ თვისებრივად განსხვავებული პოლიტიკური სისტემა და საზოგადოება ვართ, ამიტომ უნდა ვიყოთ იმედიანადაც და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღეს სწორედ აზერბაიჯანელ პოლიტპატიმრებს, ხო, და არა მხოლოდ მათ რეგიონში ზოგადად ალბათ პოლიტიკურ პატიმრებს, ჩვენი საკუთარი პოლიტპატიმრების გვერდით სოლიდარობას ვუცხადებ და მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალას საკუთარ თავში ვყავთ. მადლობა თამაშებისთვის და მადლობა განსაკუთრებით ბოლო ნაწილისთვის, იმიტომ რომ ძალიან გულგამძიმებული ვიყავ მე პირადად, იმიტომ რომ ის სიმპტომები, რასაც დღეს ვხედავთ ქართულ რეალობაში, მართლა ძალიან გავს ამ აზერბაიჯანულ გასული წლების ავტორიტარიზმის სიმპტომებს და ფაქტობრივად ძალიან მარტივია, რომ წარმოიდგინო, როგორ შეიძლება მოხდეს განვითარდეს ზუსტად იგივე რეალობა და თითქოს რამდენიმე წუთით მომავალშიც კი შევიჭყიდეთ, მე პირადად ეს განცდა მქონდა. და აი ამ დამაიმედებელი განსხვავებების გარდა, რაზეც თამთამ ისაუბრა ბოლო ნაწილში, სტრუქტურული განსხვავებების გარდა, მინდა რომ კიდევ ერთი პატარა იმედის მომცემი ნაწილი დავამატო, რაზეც ასევე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, როდესაც სოლიდარობას ვუცხადებთ ერთმანეთს, ეს არ იყოს მხოლოდ რეჟიმებთან ბრძოლისას გამოცხადებული სოლიდარობა, არამედ ზოგადად ჩვენ ვიყოთ აქ მდგომი ადამიანები, ის პირველი ადამიანები, ვინც ვეცდებით, რომ გავაძლიეროთ ეს კავშირი და ურთიერთობა ჩვენ მეგობარ სომეხ თანამებრძოლებს შორის, აზერბაიჯანელ თანამებრძოლებს შორის და ზოგადად გავაძლიეროთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ერთმანეთს და ტრანსკავკასიურ ერთობას ზოგადად. და ამიტომ ამ ნაწილით დავასრულებდი და თავისუფლება მინდა ვუსურვო და მოვითხოვო ყველა რეჟიმის პატიმრისთვის, განსაკუთრებით დღეს ვხედავთ მედიის წარმომადგენლებს, ავგან სადიკოვს და მზია ამაღლობელს, როგორც რაღაც ფლაგმანებს
თავისუფლებისთვის, თავისუფალი სიტყვისთვის მებრძოლებს და თავისუფლება და სოლიდარობა მათ. მადლობა.